მაგამ მოებზე რეაგირებას ვახდენ 100 ჯერ მოგიწოდეთ და არ გესმოდა. აი მას როგორ გაიქაცე ჩვენები? ხო, ეკა ჩამოვდივარ. ხალიბე. განდაინ დაიჭრეს მიქაი და გორები. მე არ ვიცი, სამი გოგო დაიჭრეს, სახელები არ ვიცი. ბიჭები არიან უკაცრავად, ვიცი თუ იცით ვინ დაიჭირეს, ვიცი ხალიბეკი, ილეონის სტუდენტი, რეზი დუმბაძე, გიორგი ჟამერაშვილი, ლუკა ხიზაძე. არის დაკავებული. გადაბრძანეთ. მადლობა. ბიჭები ვიცით ვინ დაიჭრეს, გოგოების სახელები ჯერ არ ვიცი. და ბიჭებიდან არის ხიზაძე, ლუკა ჟამერაშვილი, ხალიბეკი და რეზი დუმბაძე. 4. აი გათავისუფლე ჩამსვლელი და წადი. იმიტომ რომ ხალი არის გვერდზე შეგიძლიათ ჩვენ არ ვიტოვებთ და გაგძირ ხალი. სასწრაფო ხო უნდა მოვიდეს საწოლობა. ხალ ამ რამდენი ადამიანი ხა მაღლა არის ელენ რაიჭერს ბერიკაშვილი და ხალხი რაც გახდა ხალხი ნახიზიანებს და მე რა იძახი რომ რატო არ ჩადიხარ არ თამოიჭერ მიღა რაღაცა ვიცოდი და მუშაობენ გზაზეც არ გუშოვია ხოლე მაგით აღჭერდა ჩავედი, ჩვენ ჩავედი. იბებზე დავეშვა. წავედი, დავიძა. ხო, ჩავედი. ოკაცრავად, ხალიბეგზე შეგიძლია. არ ვიცი, არაფერი დაიჭერეს და ამოვედი. რატო დაიჭერეს არ ვიცი. მეგობრებო, მარშა ველოდება ჯარმა და ჩავიდეთ გვერდში. როგორც მატყობინებენ, თიკა პატარაი არის ცუდად. ხალიბეკი დაიჭირეს და რამდენი მოხდა. ყველა აქ არის. დაიჭირეს იქ, მაგრამ ჯერ ვერაფერს ვერ დავიწყე. დაგირეკავ რა დავიწყე. როგორც ნახეთ და რაც მეტი ხანი გავშორდები, მით მეტი დავაკვირდი. Давай,
არა დაგურეკე გოლი თამარი იხმარა დაიჭერს ასევე ვაცო გვარი დადასტევით არ ვიცით ტროტუარზე ვართ მაგრამ პოლიციელები მაინც იჭერენ მოქალაქეებს Opa! უკაცრავად თქვენ დაკავებულს იცნობდით ხომ? როგორ დაპირებებში დააკავეს და და ვინ უკაცრავად ბოდიში როგორც მასწავლებლს დააკავეს ნელი დიასამიძეც
რა სალომე რო არ დაიჭიროთ და რო გვალს ყველა რო ჩავა მე ყველა ჩავა გამოსვლა უნდა ვერ გამოდია ჩადით ყველა ყველა ჩავიდეს არა შანსი არ იქნება კიბერთან ჩადი დროზე კიბერთან ვარ და ჩადი დროზე ყველა როცა ჩამოვა მერე ჩავდი წადით ახლა ჩვენი მოძრაობა და რასაც ეცანი ვერასოდეს ვერ მიაღწევენ და ხომ ხედავენ ეკაპობრივად რომ მათმა რეპრესიებმა ვერანაირი შედეგი ვერ დადო მათთვის სასარგებლო ხო მით უმეტეს მით უარესი მათთვის რაც მეს დაგვაკავებენ დაგვაკავებენ როცა იქნება ხომ გამოგვიშვებენ ლამ დამგებით ივანიშვილის რეჟიმის დამყარების მეცხოვნა და უფრო მეტად გამძლიერდებით კიდევ ვერ შეაშინებენ ვერანაირი რეპრესიები და სამარცხვინო გიო სადა აუ მე აქცია ორი სადა ჩამოვიდა უნდა თავისუფლება რეჟიმის წვეს! თავისუფლება! თავისუფლება რეჟიმის წვეს! თავისუფლება! თავისუფლება რეჟიმის წვეს! თავისუფლება მისთვის რა გახდება არა ვასისო ნაციონალური რაღაცა ფიქრი ჩემოვახტი და დავიშვე კაი, ჩამოდივარ ჩვენ. ხო, ჩამოვიდეთ. Vamos a aprovechar para ese tiempo. Nelita, Nino. ქეთევან სათხარი ხო. დაბლა ჩავდივართ ამ კიბეებიდან და ჩამოდროზე. კაი. ეხოთები მითხარი რა. ნინო
როგორც ნახეთ, პოლიციელებმა მას უბრალოდ დაიწყეს აქტივისტების დაჭერები იმის მიუხედავად, რომ ისინი ტროტუარზე იდგნენ. Სადით ხალხო იარე! აჩი წამო, წავედი. ნესტა მე მაქვს ქეთევანის ტელეფონი. სადაა ის ქეთევანი? კიდე ვიღაცები დაიჭირა. ხო, კაი, დიკა, სად? ჯამების ადგილას. ქეთევანი? Колони გამოიყანა ივანიშვილი სატანა ფოტოები აკირათ ხოლმე პოლიციელები და თან დანაშაულთა მე მაქვს ფლეშას მიეცავს თავისუფლება 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 ზის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი თავისუფლება ცაცხლი ოლიგარქია თავისუფლება თავისუფლება ეთის ხონა ხოცე აუ ბიჭო კარგი კი შენგელოდა სად? ჩავაგდე ტელეგრამის. გაერთიანებს იმერებს და ისე და. გაერთიანებს. თავისუფლება! თავისუფლება! გაწყობილებს მე რომ რაღაც გაიჩერება. თავისუფლება რეჟიმის წვე! თავისუფლება! ცეცხლი ოლიგარქია! ცეცხლი ოლიგარქია!
ხარწყავი ხარ? პოლიციამ პოლიკარპე გაგაბაძის ქუჩაზე დაახლოებით 10-მდე მოქალაქე დააკავა. დაკავებები დაიწყო მას შემდეგ, რაც მსვლელობა ორ ნაწილად გაიყო. ნაწილი ტარიელის ქუჩის გავლით მიდიოდა რუსთაველის გამზირის მიმართულებით, ნაწილი დარჩა პოლიკარპე გაგაბაძის ქუჩაზე, სადაც დაიწყო შელაპარაკება პოლიციასა და აქტივისტებს შორის, სავარაუდოდ ზუსტი მიზეზები დაკავებისა პოლიციას არ განუმარტავს. ახლა მსვლელობა გრძელდება რუსთაველის გამზირის მიმართულებით. დარჩენილი ნაწილი შეუერთდება პარლამენტთან მიმდინარე პროტესტს. თავდაპირველად დღეს 19 ნოემბრის მსვლელობა დაგეგმილი იყო მათედევიძის მხარდასაჭერად, მოგახსენებათ 21 წელი გავიდა დღეს მას შემდეგ, რაც მელიქიშვილის გამზირზე დააკავეს მათედევიძე, რომელსაც 4 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა. მოქალაქეები ეგებებიან აივნებიდან მსვლელობის მონაწილეებს. მელიქიშვილის გამზირზე დაგრძელდა მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაწყებული.
აქ მოქალაქეები გაჩერდნენ ახლა. შევისწავლე გავარკვიო. რა ხდება? პოლიცია მოუყვება უკან საპროტესტო მსვლელობას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაწყებული მსვლელობა, როგორც გითხარით, მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით მიდიოდა. სწორედ იქ, სადაც დააკავეს 1 წლის წინ მათე დევიძე, მელიქიშვილის გამზირს შეჩერდნენ აქტივისტები, წაიკითხეს მათე დევიძის ციხიდან გამოგზავნილი წერილი, ასევე მისმა მეგობრებმა ისაუბრეს იმ დღეზე, 19 ნოემბერზე, როდესაც მათე დააკავეს. მოგვიანებით, თუმცა ერთ-ერთ გზაჯვარედინზე სპონტანურად გეზი იცვალა საპროტესტო მსვლელობა და ავიდა რუსაველის გამზირის მოპირდაპირე ქუჩებზე. სწორედ ამ დროს პოლიცია გამოყვა მსვლელობას. რაღაც მომენტში აქტივისტებმა ცადეს უკან დაბრუნებულიყვნენ მელიქიშვილის გამზირზე და გზა გადაეკეტათ. გზის გადაკეტვის მომენტში პოლიცია ტროტუარზე წევდა აქტივისტებს. ახალცხოვობა ბისკის ქუჩაზე იმყოფება და მიემართებიან რუსთაველის გამზირისკენ. საერთოდ ინტერნეტის ხარვეზის გამო სრულად ვერ მოაღწია თქვენამდე იმ ამბავმა, რომელსაც ყვებოდი, თუ რა მოხდა რამდენიმე საათის წინ მელიქიშვილის გამზირზე. როგორც უკვე გითხარით, ერთ მომენტში მოქალაქეებმა სცადეს მელიქიშვილის გამზირზე გზის სავალ ნაწილზე გადასვლა და იქ დაპროტესტება, რა დროსაც პოლიციამ ორად გაყო აქტივისტები, ორივე ნაკადს ტროტუარისკენ სწევდა. ამ დროს ორი სხვადასხვა მიმართულებით დაიძრა მსვლელობა, რომელიც შეერთდა ფილარმონიასთან და ფილარმონიის შენობიდან უკვე დაიწყო სწრაფი სპონტანური მსვლელობა, რომელიც თითქმის ყველა ქუჩასთან იცვლიდა მიმართულებას. საბოლოოდ პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩაზე ავიდნენ მსვლელობით, მათე დევიძის ხანმოკლე მსვლელობით მოქალაქეები. პოლიცია პერიოდულად განმარტავდა, რომ არ იყო საკმარისი რაოდენობა მოქალაქეებისა შეკრებილი მსვლელობაზე, იმისათვის, რომ გზის სავალი ნაწილი გამოეყენებინათ. ამიტომ მსვლელობაზე მყოფი მოქალაქეები დაუკავშირდნენ რუსთაველის გამზირზე მდგარ აქტივისტებს. ისინი წამოვიდნენ პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩის მიმართულებით, რათა საერთო მსვლელობა და აქცია მოეწყოთ იმის დემონსტრირებისთვის, რომ იყვნენ საკმარისი რაოდენობის გზის სავალი ნაწილის გამოყენებისთვისაც. და ამ დროს დაიწყო დაძაბულობა. პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩაზე შეიქმნა საცობი, მანქანები ვეღარ ახერხებდნენ გადაადგილებას. ეს არის ძალიან ვიწრო ქუჩა და მისი სავალი ნაწილი, გზის სავალი ნაწილი დაკავებული ჰქონდათ აქტივისტებს. ამ დროს დიდი რაოდენობით პოლიცია მობილიზდა. დააკავეს 10-მდე მოქალაქე, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩაზე. ასევე დააკავეს მოქალაქეები რუსთაველის გამზირზეც. მსვლელობის დაწყებამდეც რამდენიმე წუთით ადრე, უწოდ მსვლელობა რომ დაიწყოს, უწოდ მაგ დროსაც დააკავეს ლექტორი ქეთევან უსრიკაძე, თუ სწორად მახსოვს. ამ დროისთვის არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია დაკავებულების რაოდენობის შესახებ, არც იმაზე, თუ კონკრეტულად რა მიზეზით ან რა საბაბით დააკავა პოლიციამ აქტივისტები, არც ეს განუმარტავთ. ახლა უკვე მსვლელობა შეუერთდა რუსთაველზე მიმდინარე უწყვეტ პროტესტს. დღეს 357 დღე არის გასული ირაკლი კობახიძის განცხადებიდან, რომ 2028 წლამდე იწყვეტდა ევროინტეგრაციის პროცესს. პროტესტი გრძელდება, როგორც ხედავთ. ჩვენ კი შევეცდებით გავარკვიოთ დაკავებულების ზუსტი რაოდენობა, ვინაობა და დაკავების მიზეზები. პარლამენტთან იყრიან თავს მსვლელობის მონაწილეები, ასევე მოგეხსენებათ, პარლამენტთან უკვე 23 დღე არის შიმშილობენ აქტივისტები, 9 აქტივისტი ყოველდღე ათენებს ღამეს პარლამენტთან და შიმშილობენ მოთხოვნებით, რომ გათავისუფლდნენ
უკვლებლივ ყველა პოლიტპატიმარი და ჩაინიშნოს ხელახალი დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები. პარლამენტთან ჩვეულებრივ სამებრ არიან პოლიციელები. ცოცხალი კედელი აქვს ჩაყენებული პოლიციის. ალბათ მოქალაქეების გზაზე გადასვლის პრევენციისთვის. როგორც ხედავთ, პარლამენტთან უწყვეტი პროტესტი გრძელდება. ჩვენ შევეცდებით გავარკვიოთ დაკავებულების ზუსტი ვინაობა, რაოდენობა და ის მიზეზები, რის გამოც დააკავეს დღევანდელი აქტივისტები. მედროებით დაგამშვიდობებით, ნეტ გაზეთის ლაივს უყურებდით, ნახვამდის.